საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება. ამ თემას სპეციალურ რეპორტაჟებს ერთდროულად რამდენი ცნობილი უცხოური ტელეარხი უძღვნის. უკრაინის, ბელორუსის და ყაზახეთის მედიის წარმომადგენლები ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს იღებდნენ. Доброе утро. Кстати, сегодня оно действительно доброе. Я нахожусь у подножия горы Казбек. დილამშვიდობის მე ყაზბეგში ვარ. აქ თითქოს სპეციალურად ღია ბარათებისათვის შექმნილი ბუნებრივი გარემოა. ასე იწყებს საკუთარ სპეციალურ რეპორტაჟს კორესპონდენტი არტურ ცვეტკოვი, რომელიც მაყურებელს საქართველოს შესახებ ქვეყანაში ზამთრის კურორტების სეზონის გახსნამდე უყვება. საქართველოში მოგზაურობას ერთდროულად სამი ქვეყნის, ბელორუსის, უკრაინისა და ყაზახეთის ყველაზე რეიტინგული გადაცემების ავტორები იწყებენ. საქართველოს ტურისტული პოტენციალი, სათხილამურო კურორტები, ქართული ღვინო და ბოლოს ქართული სამზარეულო უცხოური რეპორტაჟების მთავარი თემაა. Я хочу предложить дружбу. Давай будем друзьями навечно. С огромным удовольствием. Давай. Кайхары. Кайхары. მიმდინარეობს ზამთრის სეზონის მარკეტინგული კამპანიები, მათ შორის სამ ქვეყანაში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსში დამზადდა სპეციალური გადაცემები და სიუჟეტები საქართველოს შესახებ. პოპულარული წამყვანები ყველაზე რეიტინგულ არხებზე აშუქებდნენ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. Старейший в Грузии горнолыжный курорт Бакуряни. ცნობილი ტელეარხების კორესპონდენტები მოკლე დროში საქართველოს ღირსშესანიშნავ კურორტებს, გუდაურს, ყაზბეგს, ბაკურიანს, ქალაქ ბორჯომს და ბოლოს მაინც ბათუმის სანაპიროსა და ქვეყნის დედაქალაქსაც სტუმრობენ. რეპორტაჟის ავტორები საკუთარ შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ და საქართველოს მთებზე, მზეზე, კულინარიასა და განსაკუთრებულ სასრეალო ტრასებზე ღიად საუბრობენ. До нас завітала Людмила Барбір. Більше тижня в უკრაინული ტელეკომპანიის 1+1 დილის გადაცემა, უკრაინის დილის პროგრამა, ყაზახური ტელეკომპანიის დილის პროგრამა და ბელორუსიის პირველ არხზე გასული გადაცემა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოს შესახებ მის საზღვრებს გარეთ 20-ზე მეტი სიუჟეტი მილიონობით მაყურებელმა ნახა. საქართველოში ზამთრის საკურორტო სეზონი რამდენიმე დღეში გაიხსნება. წელს ქვეყანაში სტატისტიკის მიხედვით გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მეტ მოგზაურს ეწია.